მადლობისა. დღეს პარასკევია 9 საათი და ისევ ეთერში ვართ მე და პატა აბულაძე. როგორც ყოველთვის. როგორც ყოველთვის, ისევ დაგიბრუნდით. პირველი კითხვა მინდა დავსვა პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, ილია მეორის მრავალწლიანი მმართველობის შემდეგ აირჩიეს შიო მესამე და ამასთან დაკავშირებით მინდა რომ თქვენი აზრი გეტყვით, რეულოცავ სრულიად საქართველოს, სრულიად საქრისტიანოს, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. იმიტომ რომ მაგას ვიტყვი რატომაც. დღეს კარგად ახსნა ჯონდი ბაღათურიამ, უბრალოდ ხუთშაბათს. ძალიან დიდი გამოცდა მოუწევს ბატონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამეს. ძალიან დიდი გამოცდა, იმიტომ რომ უდიდესი დარტყმა მიაყენა ჩვენო პატრიარქის შიო მესამის არჩევამ საქართველოში, რომ ტახტი არ დაიდგა ეშმაკის. ეს არის ძალიან დიდი დარტყმა, ამას როგორ შეეგუებიან ის ძალები, რომლებმაც დაიწყეს ზოგი გაცნობიერებლად, ზოგი გაუცნობიერებლად ჩვენი პატრიარქის. დიდი მითქმა-მოთქმა არის და იმიტომ უყურეთ იმდენად არიციან რას ნიშნავს საქართველოს საპატრიარქო. იმდენად არის და მე მეთქვია ერთხელ კაცო რომ დონბასში მონასტერში ვიყავი მე და მამუკა ფიფია და ირემაძე და ხო და ის რა ქვია იქ ერთი ბერი ის ტრაპეზზე გაგვიშალეს რაღაცა ხო და იქ ერთმა ბერმა მითხრა რომ აი საქართველოში რო ჩამოვიდეო გააქვს იმხელა დოსტუპიო რომ პატრიარქი თქვენ პატრიარქი შევეხოვო წარმოგიდგენია რა მითხრა პროსტო შევეხოვო იმდენად არიციან ეხლა ამ ეშმაკის მოციქულებმა რას დაეტაკნენ იმიტომ რომ თუ საქართველოს საპატრიარქო წააქციეს ეს არის გამორიცხული იმიტომ რომ ყველაფერი გამორიცხულია იმიტომ რომ ეგ აქ ღმერთის ხელი ურევია და ღმერთთან ომს არავის არ მოუგია ვერავის ვერ მოუგია და ვერც მოიგებენ ხო იმიტომ რომ სულ დარჩა დედამიწაზე დარჩა სამი სახელმწიფო სამი საპატრიარქო ეს არის პირველ რიგში საქართველო არ ვაჭარბებ შემიძლია ვეკამათო ზოგმა შეიძლება მითხრა საბერძნეთიო არავითარ შემთხვევაში საბერძნეთმა მიიღო ერთსქესიანთა ქორწინების კანონი ეს არის ნამუსის და ეშმაკის აღიარება იმიტომაც არის რომ ათონის ბერები არ ცნობენ იმას საბერძნეთის რაღაცეებს აი მათ და არც ბართლომე ვიღაცა რომ დაირქვა მსოფლიო პატრიარქი ეს ეშმაკი პირდაპირ ეშმაკი ხო და მეორე არის საბერძნეთის ეკლესია მოდის მერე რუსეთის ეკლესია სერბეთის რომ დედამიწაზე ეშმაკი ტახტს ვერ იდგავს მაგათ რო იცოდნენ რამხელა დანიშნულება აქვს საქართველოს საპატრიარქოს ყველა მართლმადიდებელი სახელმწიფოებისთვის ხომ ვინც გაუცნობიერებლად აკეთებს თორე ახლა გვარამია და ისინი ჩვეულებრივი ისინი არიან კაცო ეშმაკის და что такое ეშმაკის მოციქულები რა ეშმაკს რომ ახსენებ ეგრევე ხო აი უყურე რა ხო რა გვარამია გიხსენებია და რა ის გიხსენებია ეშმაკი ხო და ამიტომ ჩვენ ახლა საზოგადოებამ დაჟე ნახე რა შემოუგდეს პროვოკაციის და იმის სახით აბა თუ ყველას პატრიარქი არისო პატიმრები გამოუშვასო ანუ მაგათი პატრიარქობა იზომება თუ ჩემ რო არ გამოუშვას რო არასთხოვოს გამოშვება არ არის შენი პატრიარქი ხდები ანუ იმდენად ჯოხეთურ აბანოში იხარშებიან ესენი და ერთი მინდა უთხრა რომ 7 თაობაზე გადადის არ გაგიგია მე რომ აი 2 თვის ბავში 7 წლის ბავში 1 წლის ბავში დაყუპულა
და აბაო სად არის ღმერთი ეს ხო ანგელოზი იყო? არა კაცო, მაგას კი უყურებთ. შენის მითხარი, მაგათი შთამომავლობა, მოუნელებელი, მიუტევებელი ცოდვები, ანუ არ მოინანია და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან. შიდ თაობაზე გადადის კაცო. თუ ღმერთის ხელი არ იქნებოდა, ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე დღეს პატრიარქი არ იქნებოდა. ეს არ არის ეს საქართველოა კაცო. 1700 წლიანი ქრისტიანული ქვეყანა. ყოველთვის რომ ეკითხებიან ხოლმე, მე ყოველთვის ეკლესიას აი შეიძლება ეგ დოროთერო დარბი ეს იქ ცალ არასდროს ჩემ ცხოვრებაში ცუდი არ მეთქვია. არ მინდა თუ რამე ცუდია სათქმელი არის საპატრიარქო კომისიები აქ, ისინი თვითონ იმხელა მაგას ისტორია აქვს საქართველოში. თუ რამე არის გასაკეთებელი, ისინი გააკეთებენ კაცო. არ მოერიდებათ. ამიტომ მე ყოველთვის მეშინია აი ძალიან ესე უდგები მაგას აკეთებ რა, როგორც ქრისტიანი და მორჩილი ამედე და ეკლესიის. ამიტომ მე ყველას ულოცავ ამ ჩვენი 152 პატრიარქის არჩევას და მოუწოდებ ხალხს, საზოგადოებას მოუწოდებ, რომ როგორც არასდროს ეხლა ჩვენ უნდა დავიცვათ, დაუდგეთ გვერდში მორალურად, ლოცვებში მოიხსენიოთ, გთხოვა ჩვენმა პატრიარქმა მომიხსენიეთ ლოცვებში, იმიტომ რომ მას ეხლა უდიდესი ძალა დაეტაკება, როგორც შიგნით საპატრიარქოში ჩაბუდებულები, ისე საერო იმაში გაცხადებული ეშმაკის ისინი მსახურდი და ასევე გარედან. ბართლომეს სახით. ბართლომეს თავის აგენტურა ყავს აქა. უდიდესი აგენტურა ყავს და რომლის მიზანიც არის, რაც უკრაინაში დააწყია, რომ გახლიჩა სხვათა შორის გუშინ წინ კიდევ ერთი მართლმადიდებელი ეკლესია წააქციეს უკრაინაში. ცემეს მოძღვრები, მე მგონი ერთი დაიჭრა კიდევაც. ხო და აი ეს არის ბართლომეს აქაც კი უნდათ ზოგი ერთებს და მაგას ემზადებიან მაგრამ უნდათ ამბობ სავარაუდოდ ეგენი მაგას აცხადებენ ამბობენ კი ამბობენ აბა ნახოთო უკრაინის იმას აღიარებსო ნახე იმდენად ეშმაკის მოციქულები არიან აი არ ვიცი რა ამიტომ დანარჩენ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად რა თქმა უნდა დაუდგეთ გვერდში. ლოცვებში გვერდში დადგომა რა ერთი რო დაეძახოს რაზეა ლაპარაკი. ამიტომ ესე მინდა მე ეს შევაფასო. და რა ვიცი მე მგონი არ არსებობს აქ ტახტს ეშმაკი ვერ დაიდგას. იმედია რომ შიო მესამე შეძლებს ახალგაზრდებისთვის უფრო მიმზიდველი გახადოს ეკლესია და ძალიან დიდი გამოცდა მოუწევს ჩაბარო. აი ძალიან მე გეტყვით რომ დაჟე ილია ცხონებული ჩვენ დიდი პატრიარქის ილია მეორის უფრო მეტი დიდი გამოცდა ეხლა ამას მოუწევს. ჩვენს ეხლა კი ძალიან დიდი გამოცდა. და ჩვენი ლოცვები უნდა გავაძლიეროთ რომ ძალა მისცეს ღმერთმა და ასე შემდეგ რა. აი ეს არის ჩემი ესეთი მოგზალებული კომენტარი ამასთან დაკავშირებით. ეხლა გადავიდეთ პოლიტიკურ სიახლეებზე, როგორც გავიგეთ გოსტუმამ ცხინვალის რატიფიცირება მიიღო და ნუ რას უნდა ველოდოთ, რას ნიშნავს ეხლა ეს? ეხლა უყურებელი და ეგ კაი კითხვა. სანამ მაგას გოსტუმა მიიღებდა, მე აგერ მაქვს ოფიციალური არის ეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. ეხლა მე წაგიკითხავთ. პატარა მონაკვეთ დიდს არა. და ეს არის პასუხი, რაც სახელმწიფო დუმამ გააკეთა. ეხლა მოგახსენებთ უყურე. არა ეს არა. ეს ეთყობა უყურეთ ეს არის Глава МИД Украины анонсировал встречу с главой МИД Грузии в Молдове. Андрей Сибига интервью Еврорагацаеву заявил, что сохраняет сенситивные вопросы, но Киев желает открыть новую страницу отношений в Тбилиси. ეხლა ანუ მოლდოვაში არის ეხლა იქნება შეხვედრა, მე გეტყვით ეხლა თქვენ რა ხდება მანდა. სასომხეთში ფრანგებმა დააფინანსეს 20 რაღაცა მილიონით, ზუსტად 32 მილიონი თუ არ ვცდები, დრონების ქარხნის აშენება.
სასომხეთში. უკრაინა ამაში გამოაცხადა თანადგომა. თანადგომა რა კუთხით შეიძლება? ხო, ნუ დაეხმარება ამ დრონების გაკეთებაში. თვითონ უკვე გამოცდილება მიიღო და კი ბატონო, იმიტომ რომ უკრაინაში საკეთებენ და ასე შემდეგ. პლუს ამას, კითხვას მე ესე ვსვავ. რა გზით შეაქვთ და გამოაქვთ გამზადებული დრონები? რომელი სახელმწიფო ატარებს? სასომხეთში. აი გაკეთდა სასომხეთში აი დრონი. ახლა ეს დრონი უნდა გაყიდოს პირობითად ვამბობ. კი არ უნდა გაყიდოს უკრაინისთვის მზადება, მაგრამ კაი ან ირანისთვის. მაგრამ აი იყიდა უკრაინა. როგორ ატარებს ირანი სასომხეთი აი ამ დრონს? აზერბაიჯანიდან ეს უბრალოდ გამორიცხულია. თურქეთიდან ხო გასაგები ანუ დავჭით ჩვენ. ანუ ეს მოლაპარაკებებია. ეს მოლაპარაკებებია ზუსტად. ეს ის მოლაპარაკებებია, რომ საქართველო დაბრუნდა აი ეს ბრიუსელის სამხედრო აგენტურის, რომელიც 500 დღეა დარბიან, მაგათთან მოედანზე დაბრუნდა, დალაგების, ანუ კოჰაბიტაცია ორი დაიწყო, ოღონდ უფრო გაფართოებული იმით. და ამის მერე უყურეთ 9 მაისს გაგლოევთან რუსეთის პრეზიდენტი ხვდება 9 მაისს გაგლოევს ხვდება, ესე ვთქვათ, ჭყალებში ცხინვალის პრეზიდენტს. გაგლოევამდე ხვდება ჩეჩნეთის მთავრობის უფროს რამზან კადიროვს, იქ ეუბნება ჯადოსნოს სიტყვას, მე აქ ვთქვი ამ გადაცემაში, რომ ეს ილაპარაკეს ეკონომიკაზე, სტიქიაზე, დაგესტანს მიეხმანა რაღაც და მე უცბად უთხრა დროა ვიფიქროთ რეგიონის უსაფრთხოებაზეცო. ესე გავატარეთ ახლა, ეხლა ეს ერთი, მე დინამიკას გეუბნებით, როგორ ვითარდება სიტუაცია, კაცო. ამის მერე 9 მაისს რო ამათმა გამოაცხადეს სოდომიზმის დღე, იმ 400,000 ქართველს რო სულში და მაგათ შვილიშვილებს თავმავლობას პირდაპირ დაასვარეს საფლავში, აი ესე ამოთხარეს საფლავი, ჩაიხადეს ჭარვალი და ზედ დაასვარეს იმათ სუყველას. საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტმა ჩაიყვანა გაგლოევი, თუმცა იქ იყო 9 მაისთან დაკავშირებით და იქ ხელი მოეწერა სამოკავშირეო და უსაფრთხოების შეთანხმებას, რაც გადაიგზავნა გოსდუმაში 9 მაისია, დღეს არის რა რიცხვია? 14 და ასე სასწრაფო წესით რატიფიცირება გააკეთეს. ეს არის პასუხი. მე ხო ვეუბნებოდი აქ მოსახლეობას, რომ ეს ამას ესე არ გატარდება, კაცო. პროსტო არ გატარდება და მე არ იყოს წუწუნი. მე არ იყოს წუწუნი და რაღაცეები, რომ აი მე ჩვენ ხო არ შეუერთდით სანქციებს, ჩვენ ხო მეორე ფრონტი არ გავხსენით. უარესი კეთდება ეხლა. ხო, მაგრამ მე არ იყოს მეთქი მაგაზე წუწუნი ეხლა მე ვეუბნები. რაც ამ ქვეყანას თავზე დაატყდება, მალე, სულ მალე, აგებ ნახავთ ყველა კაცო. და არ არის აუცილებელი რუსეთიდან. ეხლა ეს არ უნდა მეთქვა, იმიტომ რომ მითხეთ ეგ არ ათქვაო. მაგრამ უნდა თქვა, თუ ქართველი ვარ და გული შემტკივა. შიგნით გეუბნებით, კაცო, აი ამ ქვეყანაში შიგნით რაც დაატყდება, წუწუნი არ გავიგო რომელიმე ქართველის მერე. პლუს ამას, მე არ დავიმთავრებია ჯერ. მე ვიცი, მე ისე ვარ, ოკეი, მე კიდე მიიღეს მეორე კანონი. კანონი, რომელიც ავალდებულებს რუსეთის სამხედრო და სპეცსამსახურებს თუ რომელიმე ქვეყანაში რუსეთის მოქალაქის რაღაცა უფლებები, რაღაცა დაირღვა, რომ მან
რაღაცანაირად გამარტებული, რომ ის დაიცვას. ეგ როგორც გავიგე, აგერ ვეუბნები. თუ რამე საბუთია, ყველაფერი მოხიკე სახში. ყველაფერი. გადავაგზავნე უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროში და სასწრაფო წესით გთხოვთ მომანიჭოთ რუსეთის მოქალაქეობა. ამ ქვეყანაში ამბები დაიწყება, აგერ თქვენ და აგერ მე გეუბნებით, კაცო. საქართველოში ომი რო დაიწყო მაშინ. ომი არა, კაცო. არა, მაშინაც ხო თქვა ის სამაშობლოს დროს, ჩემ მოქალაქეები დავიცავიო და ხა კანონი მიიღო მით უმეტეს. აი ზუსტ, ეხლა გეუბნები, ომი რო უნდა დაიწყოს. ჯერ რაღაცას უნდა წარმოადგენდე, რომ ვიღაცამ შენთვის ტანკი მაინც გაიმეტოს. ჯერ ახლა შენ რა გინდა ტანკი, კაცო? რამე ძალა გაქვთ? რამე ისეთი მაგრე რაღაცა ისეთი გაქვთ? რაც თქვენ ჯარი ყავს კიდე ერთხელ ვიურები, გეუბნებით ის კადიროს აყავს ყარაულში. აჰა, 1 საათიანი ომი. ყარაულში ყავს მეთქი გეუბნებით, კაცო, აღარ გეუბნებით ტექნიკის რადონია, გუდერმესის ერთი გამატარები და აი ჩამაყარინა აქედან ვიღაცები და გუდერმესის სპეცსამსახურების ბაზა დამათვალიერებინება. თვალები გადმოყრე, კაცო, იქ ისეთ ამბებია. სასაცილოდაც აღარ აგვაქვს აქ. არა, ახლა უყურე რა. აბსოლუტურად მე ვამართლებ, აი უყურე, ეს ყველა მეზობლის, როგორც ირანისთვის, აზერბაიჯანისთვის, თურქეთისთვის, ისე რუსეთისთვის არის უკვე ეგზისტენციალური საფრთხე. შევახსენებ მოსახლეობას. ზელენსკის მთავრობამ ორი მცდელობა ჰქონდა, პატოკი ორი, რა ქართულად, აი ეს ნაკადი ორი. ხო, ნაკადი ორის აფეთქების. და ეს ვინც უფეთქებდა, უკვე შენ აქ შემოუყვანე, ცხვირწინ დაუჯინე. ხვდები რასაკეთებ? აზერბაიჯანმა მიიღო კანონი პარლამენტმა, ყოველგვარი ურთიერთობაში კანონით აკრძალა ევროკავშირთან. დაძაბულობის დონეს გემყურებთ რა. ერთადერთი ქვეყანა დარჩა. სასონხეთის გაანებეთ და ის ვაჭრობს, კაცო. იმას წააქცევენ, როგორც საჭირო ისე მოექცევიან. ნეტა მაგათ რომ თავი ქუთში აქვს, კაცო. კიდევ ერთხელ 3 დივიზია დგას და ბოლო-ბოლო კასპიის ზღვაში დგას სამხედრო ფლოტი რუსეთის. მაგრამ სასონხეთი რაღაცას ვაჭრობს, მაგაზე საერთოდ არ არის პრობლემა. ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც თქვათ უკვე ეგზისტენციალური საფრთხე ყველა მეზობლებისთვის. განსაკუთრებით თურქებისთვის და ირანელებისთვის. რუსეთი როგორმე კაცო ერთი მეოთხედან ჩაგარტყავს ერთი შალაბანს ცხიმპირში და უსად მოგაჯერს შენ ადგილზე. ხო, იმათმა არ იციან, იმათთვის შენ ცოტა რაც შენ ხარ რუსეთისთვის, ის არა ხარ კაცო შენ აზერბაიჯანელისთვის, თურქისთვის და ირანელისთვის. იმათმა ცოტა შალაბანი კი არ იციან, იმათ აპერკოტი იციან, კაი, მერე. მერე არ გავიგო წუწუნი მეთქი, კაცო, აი ყველას მეუბნები წინასწარ. თუ ჩემი არ ჯერათ, ეხლა ვევაწყნარებ. და ვიღაცას ეს ყურში ცუდად ესმის, შეუძლია თქვას, ეს ხო ცნობილი გიჟია, კაცო. გაატარეთ ხალხო. აი რა მოხდა ეხლა გოზდუმამ მიიღო, ხო გეუბნებოდით წინასწარ ამას. ხო გეუბნებოდით, კაცო, 7 დღის წინ გადაახვიეთ და იქ ამბობთ, კაცო. მართლდება თქვენი პროგნოზები. უფრო მეტიც, ეხლა თეკლა გოგავასთან ვიყავი გადაცემაში, ჩაურთე. აი ეს მოვატრიალი და ჩაურთე, კაცო, აი გაგნოვა და რუსეთის პრეზიდენტის საუბარი. ჩაურთე მეთქი ვალაპარაკე. ხო თუ რაღაც არის თქვით რომ ეს გიჟია, კაცო. ეს ჩვეულებრივი გიჟია და გაატარეთ, დაიწყნარეთ თავი, კაცო. არ არის პრობლემა. გავაგზავნოთ. ეხლა უყურე. მე რო აქ ვამბობდი და ჯორჯიან ტაიმსი ამტკიცებდა, რომ აფხაზეთში არავითარი მშენებლობა არ მიდისო. აი მშენებლობა მიდისო, კაცო, პირიქით მიტოვებულიაო. 100 მილიარდი რო გადაირიცხა? 100 მილიარდი რუსეთის მიერ. იქ გამოვიდნენ რუსეთის პრეზიდენტის, აფხაზეთის ესე ვთქვათ, ის ბადრი გუმბა გამოვიდა, მე ვიცნობ იმას, კაცო, აი ეს პიტნაშკას ხელმძღვანელი რა ქვია უმავიწლება. ახრა. ხო ვიცნობ მაგ დონბასში გავიცანი. მიესალ იქ მშენებლობები მიდის?
კაი კურორტი, კაი რაღაცები, ხელი, კსტატი რაღაცას ხელი მოეწერა, ხა მაგარ მახსოვს, რაღაცა მნიშვნელობას მოეწერა ხელი კიდე აფხაზეთისა და ერთი პერიოდი თითქოს ესეთი ხმები იყო, რომ რაღაც არეულობა არისო და ხმარებაო და დანგრეულიაო და არა. კი, ანახებენ მაგას როგორ არის. ზღაპარი ეგა. ამიტომ ტურისტულ იმაზეც, მაგრამ აბა ეხლა აქ იტალიელი არ ჩამოგივა. აქედან ამერიკიდან აქ არ ჩამოვა. ანუ სოდომიტური სამყაროდან აქ ნაკლებად თუვიმე ჩამოდის. თუვიმე ჩამოდიოდა ბელარუსი, მინსკი. კაზახი, სომეხი. წერტილი. მაგრამ უძირითადი იყო მაინც სლავურის ესე ბელარუსია და რუსეთი. ეს პროექტიც დაამთავრა რუსებმა აქ. კითხვა სვა მე ესე. კიდევ ერთხელ ვეკითხები საქართველოში თუნდაც არა ხელისუფლო ექსპერტებს. ამიხსენით რაში ჭირდება რუსეთს კახეთი, თბილისი, ქუთაისი, აჭარა. რაც უნდა აქვს მეთქი, რამდენი წელია მას გავხმირი ვარ კაცო. ნუ გამაგიჟეთ, просто ამიხსენეთ რა თავში სახლელად უნდა ან კახეთი, ან თბილისი, ან ქუთაისი, ან ბათუმი. ვისაც უნდა აჭარა, აგერ ნახავთ კაცო მალე. სულ მალე ნახავთ, კაცო, სულ მალე, ხანდახან გადაავლეთ თვალი ყარცის ხელშეკრულებას. იქ რაღაცა არის იქ პუნქტები, კაცო, ხანდახან გადაავლეთ თვალი. მე მგონი სკოლის მასში წიგნებში შეტანილი აქვს, რომ ჩვენიაო აჭარა. იქ არის ერთი რამე, თუ დაემუქრა საფრთხე მეჩეთს, ჩემს მოქალაქეებს რაღაცა, თურქეთი იტოვებს უფლებას შეიყვანოს ჯარი. სულ რომ არ შევეხოთ ქართველები, თვითონ გააკეთებენ. აბა მაგის მოწყობას რა უნდა, არაფერი არ უნდა. ელემენტარულია. უყურე, ამიტომ მე კიდე ერთხელ ვამბობ, ძალიან დაგრუზული ვარ იმ 9 მაისის მერე. საერთოდ ლალი დაჟე იმასაც კი ვფიქრობ, რომ შევწყვიტო ეს გადაცემებით. აზრი რა არის მეთქი, უყურე ლალი, არა ქვეყანა ოფიციალურად ქვეყანა აი რო აიღო, აი ჩაწერო Google-ში, რომელმა ქვეყანამ იზეიმა 9 მაისი, იქ საქართველო არ არის. იქ და ვინ იზეიმა ევროპის დღე, ანუ სოდომიტების დღე, ეპშტეინელების დღე, საქართველო არის. ქართველების მოგებული ომი, პირდაპირ გაგებით, ქართველების სამამულო და მერე სოფლიო ომი, ორივე ქართველების მოგებული, ამ პატარა ტერიტორიაზე ორი სამყარო, აფხაზების სამყარო, რომელიც იზეიმა, პარადი ჩაატარეს, ყვავილები დადეს, როგორც წესი და რიგია, როგორც ტრადიციულ სამყაროს ეკადრება. იმიტომ ტრადიციულმა სამყარომ მოუგო ქართველების ხელით სოდომიტებს, ეპშტეინელებს, აი ჩვენი მთავრობის პატრონებს, ევროპელ იზეიმეს, პირობას ვუწევთ მაგას კიდე გავიმეორებთ. აუცილებლად გავიმეორებ, იმიტომ უთხარი ზახაროვას გზაშია მეთქი. და აქეთ დანარჩენი საქართველო. ხვდებით რა სხვადასხვა სამყაროს წევრები ვართ. აი ამ ორ სამყარომ როგორ უნდა თანა იცხოვროს შენ აფხაზთან? просто ვიღაცამ მე ვარ ძალიან ცუდი კაცი. უნდა შესთავაზო, ხო, რა პირობებით? არა, სხვა რამე გქონდა, მე ვარ ძალიან ცუდი კაცი. მე იმ კითხვებს ვსვავ, იმას განახებთ, რომელიც თქვენ ქართველებს უბრალოდ იცით, მაგრამ არ გინდათ მაგაზე ლაპარაკი. მე გეუბნებით, აი ორი სამყაროა, ერთი ზეიმობს 9 მაისს, მეორე ზეიმობს ეპშტეინიზმს. გამაგებინეთ, როცა ამბობთ ჩვენ ერთად უნდა თანა ვიცხოვროთ. გამაგებინეთ, როგორ უნდა იცხოვროთ ამ ორმა ეთნოსმა, აი მინუსმა და პლუსმა. აი როგორ მაგათ შენი ცხოვრება რო არ უნდათ ეპშტეინიზმი, იარაღს ხელი მოკიდეს კაცო და შემოგაკლეს თავი. ეგროს დომებოდა კაცო, რავა, კი არ გაუჭირდებოდა ევროკავშირის დროშის აწევა და ამერიკის დროშის ფრიალი. 24 წელი იმაში გაატარეს, რა ქვია, გაჭირობაში.
და ეხლა დაიწყეს სულის ამოთქმა. იმიტომ რომ რუსეთი მიუხვდა რომ ამ ქვეყანაში არა დანარჩენ საქართველოში ესენი უკეთესო. ამდენი წელი ხო აი გავიდა, ამდენი წელი ელოდა და ნუ არაფერი რო აღარ გამოდის, ლალი, არაფერი რო აღარ გამოვიდა, ერთხელ დაგეჭდაღეს 4-3-4-ჯერ, 100-ჯერ. ეს შემოვნებით პრეზიდენტიდან დაწყებული, რა ვიცი, დამლაგებლის საყვარლის დამთავრებული ყველა გეძახოდათ. მოდი დავილაპარაკოთ, ვიდეო მასალადებს მაგაზე. ქართველებმა რა გავაკეთეთ? ჯერ ბოდიში მოგვიხადოს. არა, ჯარი, ხო და უყურე. ამიტომ ლალი ეს რაც ვითომ როგორ არის იცი მე აქ ერთ მოусმინე და ჩვენაო თუ ხელისუფლებაში მოვედითო ნუ მოგვაკერავთო რა ჩვენ რაღაც თავის მომხრეებს მიმართა ნუ ჩვენაო რავნი უნდა ველაპარაკოთო როგორც სახელმწიფოსო უნდა ველაპარაკოთო რუსებსო ეხლა წარმოვიდგინე რა აი ტრამპი ხომ ჩვენი ბრატია რა ის ტრამპი ალიევი ხო ჩვენია ტრამპი საწავედი მე კიდე ტრამპი ალიევს ვერ უზიხართ ბიჭო ალიევს ვერ უზიხართ რავნი ხელები დაუკოცნეს ალიევს და გადღეში იყო არა ეს ხალხი სად დაფრინავს კაცო 1,700,000 კაცი რომელსაც არაფერი აღარ აქვს არ ფუნქცია არც ავტორიტეტი საერთოდ აღარ აქვს და ალიევს ვერ უზიხართ რავნი და თქვენ გინდა ბირთულ ქვეყანას ტრამპის და სინჯემპის და პუტინს რავნი ელაპარაკოთ ხვდები რა ილუზიაში არიან ტიპები არ არიან ესენი სოდომიტები კაცო და ესენი ნუ ჩვენები ქართველები ჩემი არიან კაი ვიცვამ კაცო მაქალს ანუ იმის თქმა ამი თუ არა უნდა გაგრძელდეს ისე როგორც არის გაგრძელდეს თქვენ დაწყვიტე ახლა შენ გული რუსებს შენი კითხე რომ გენეტიკური წყვეტა გაქვს კაცო იმათან და თაობები იზრდება იმ გეოგრაფიაში როგორიც არის ეხლა არ მითხრათ ეხლა მან როიჯეკით სულ ყველა ხა ტაოკლაგეთის დაბრუნებაზე მუხრები გაქვს გადაწყავებული რა ანი საინგილოზე ისე კარგად შეეგუებით მაგის ტერიტორიის და კარგად როგორც მაგებარებია ჩვენი ყველაზე კარგი ტერიტორიები აქვს რუსეთს აღებული რა ედარდება რატო რასერჩით გარეჯს რასერჩით კაცო რომელი ფოსაკრალური ტერიტორია გარეჯი თუ აფხაზეთი გარეჯი ეხლა რა თქმა არა რას მეუნებით ხალხო იმ ქრისტიანობის გულით მოკვდა ხალხ 7000 იბერი ჯერ როგორ შეიძლება იცით რა ეს კარგია ის თუნდაც ის ბიჭო ერთი ღვთისმშობლის შეეული მიწა კაცო როგორ მისხვავებ რას ქვია რავნი დაუჭდა ვინ ახარ უნდა დაუჭდე რავნი ეხლა როგორ წარმოგე ტრამპთან ეხლა შენ რავნი როგორ უნდა დაჭდე აი გამაგებინეთ აი გაც ან ამერიკის პრეზიდენტი ან რუსეთის ან სინძეპინი და რავნი ელაპარაკები ქვეყანას რომელსაც ყავთ 600,000 სოციალ დაუჭველი და 800,000 უთხარი თუ არის თქვენ გიჟები ხართ მეთქი კაცო ხანდახან ისეთ რაღაცებს დააბრეხვებენ ბიჭო კაია ეს განწყობა რო გაქვთ მაგრამ ეს განწყობა ჩვენ ხელიდან გაუშვით კაცო როცა მაგით უნდა ჯერ მაგამდე უნდა მიხვიდე რომ რაღაცა ავტორიტეტი ფუნქცია შეიძინო გეოპოლიტიკური რომ შენ რაღაცაზე ანგარიში გაგიწიო კაცო და პლუს კიდე ამატებ რომ ასეთ ნაბიჯებს გავ უკრაინასთან ამიტომ ხალხს ესე ნუყვებენ რომ ხო ახლა აქაც ხო იყო ლევანიმ რომ კაიო ახლა რუსეთმა გადმოდგას ნაბიჯიო თუ რა ნაბიჯი უნდა გადმოდგას ხო რატომ უნდა გადმოდგას ერთი მიზეზი რა უნდა უთხრას აფხაზებს ახლა პატარა დაელაპარაკეთ ხა ქართველები არიან ან ჩვენები არიან რომელმაც 9 მაისი იზეიმა სოდომიტების პიდარასების დღეთ ანუ იმ ევროპას რომ მოუგეთ ანუ ვიგროვეთ რო წავა რომ მოუგეთ ანუ გლოვა გამოვაცხადეთ და ამის მერე რა ნაბიჯი უნდა გადმოდგას ამიხსნას 27 მილიონი ბლაკი ისინი და ხალხი დაეხოცა 400,000 ქართველი ჩაწვა და ამდენ ქართველებს ფაქტიურად ზედ დაასვარა მაგათ ყველა დაასვარა ამ ხელისუფლებამ კაცო სიცოცხლე შეწირეს ამდენმა და იმის გულისთვის რომ აქ მერე დაიბადებოდა სოროსისტი ვიღაცა ეფშტეინელი ამოთხრიდა საფლაზე ზედ 9 მაისს დაასვრიდა ზედა რა და ამის მერე გამოდი ეს ჭკვიანი სახე თან სტატუსები აქვს სტრატეგიული ცენტრის ნაჩალნიკი გეოპოლიტიკური მეცნიერებათა დოქტორი წარმოგიდგენია და ესეთი ჭკვიანი სახეები განა დაჟე
რუსეთის მთავარ სარდლის სამხედრო გეგმაშიც კი ეს პრეტენზია აქვს კაცო, ესე არ გავაკეთებდი მეო, წარმოგიდგენთ რა დღეში არიან, ამ ქვეყანას ეუნებით თქვენ, რომ რამე პერსპექტივა გააქვთ. რალი ეხლა არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ეხლა უნდა გკითხო. პატრიარქი აღარ აყვავს. ავტორიტეტი ვინც ყო. ეხლა გეკითხებ, მე ესა თქვი უკვე ქალბატონ თეკლასთან გადაცემაში. ახლა შენ გეკითხებ. შეგიძლია ერთი სფეროდან რომელიმე ავტორიტეტი დამისახელო? სპორტიდან, განათლებიდან, მეცნიერებიდან, ხელოვნებიდან, პოლიტიკოსებიდან ხო რას ლაპარაკობ? აი, აღარ მაგას განები თავიქით. აღარ შეგეკითხები, შეუწყობს არ გაყენებ. რამე სფეროდან შეგიძლია ერთი ავტორიტეტი მითხრათ, რომ ბიჭო, აი ეს კაცი არის ჩვენ. აი უყურე ავტორიტეტი პირიქით აგრესიული უარყოფითი აზრი გქონდა ყველაზე რა ავტორიტეტი. ანუ არა, მე სხვა კუთხით მინდა წაგიყვანო. მაგის მანდა ვარ მე ზუსტად. ქვეყანას აი კიდევ გასაგებენაზე რა ხა ჩვენი მაყურებლების გასაგებენაზე რო თქვა. იქ გავმარტე, აქაც მინდა გავმარტო. უყურე ჩემ თაობას ყავდა ავტორიტეტი სპორტში დაუშვათ ლევან თედიაშვილი. ფეხბურთში ყავდა დათო ყიფიანი, გუცაევი, დარასელია, ჩივაძე, შენგელია, რავი ძუძუაშვილი, რა მესხი და ანუ მე გავიზარდე თუ სპორტი მინდოდა, მე ვიცოდი ვის უნდა სრავნიცა შევედარო. ხვდები და კარგი იქნება თუ ამაზე კარგი მეტი ვიქნები, მაგრამ აქ თუ მივახციე მე უკვე მაგარი ვარ. ხვდები? ხელოვნება, აი მე ვყავდა, ძალიან მიყვარდა ვერიკო ანჯაფარიძე. აი დედის განსახიერება, სესილია თაყაიშვილი, ქართველი ბებიის განსახიერება. ანუ მე რო არტისტი ვარ, ხო? ან გიუბერკაშვილი, ეროსი მანჯგალაძე, აი ეს გიგანტები. ანუ მე მყავდა ავტორიტეტები და ამაზე რო გავიზარდეთ ჩვენ თაობა. ჩვენ თაობამ არ შეწყვიტა განვითარება, ხელოვნება სპორტში, იმაში. ანუ ამის თქმა მინდა რომ ჩვენ ეს ყველა სფეროში მეცნიერების დონეში მუსხელიშვილი ყავდა, მიხეილ ჯავახიშვილი ყავდა, ნუ რამდენი ზგინდა იმდენი ყავდა სამწუხაროდ. ხო, უყურე, არა. აღარ უყავს. მე ისი თქმა მინდა, უყურე სხვა რამის თქმა მინდა. აი ამ ავტორიტეტებს, ეს ავტორიტეტებმა გაზარდეს თაობები, რომლებიც უყურე არასდროს გათხოვილ კაცს ტაშარდა უკრავდა. არასდროს ეს სპორტსმენი, აი ფეხბურთელი, ხა აი როგორ წარმოგიდგენთ, ხა ვოვა გუცაევმა ან ჩივაძემ გაიკეთოს LGBT-ს სამკაული. ხო წარმოგიდგენთ? შანსი არ იყო, ხო სწორია, იყვნენ ქართველები, ეს ტიპები იყვნენ, ხო? ანუ ეს თაობა, ამ თაობას ჩვენ რა ვქენით? ეს თაობა უბრალოდ მოვაშორეთ. მომავალი თაობა გავაზრდებინეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს აღარ გვინდა, ეს ხო ჩავრეცხეთ. ანუ ავტორიტეტები მოვკალით, ჩავსპეთ და სამარცხვინო პენსიებს აძლევენ აი და რა ვქენით? ავდიკი და მომავალი თაობა გავაზრდებინეთ. კუნძულზე, ამერიკის კუნძულზე, ეპშტეინის კუნძულზე წამოსულ იდეოლოგიურ ხალხს. ის რომ წამოვიდნენ ის ხალხი, გაიზარდნენ, ცოლები მოიყვანეს, გათხოვდნენ, ან რა ვიცი და გახდნენ მასწავლებლები, რაღაცეები, კაცო, გამაგებინე 27 წლის კაცი არის პროფესორი. ბიჭო, გამაგებინე როგორ გახდი? 27 წლის ბიჭო, პროფესორი როგორ გახდი? ხალხი 60 წლისაა და პროფესორობას ვერ ახდენს. დეპუტატები ხო არიან კიდე ეს ბავშვები? უყურე, რატო გეუბნები? ესე ამათმა დაიწყეს მუშაობები უნივერსიტეტებში, სკოლებში, სპორტის იმაში, რა ქვია, ფედერაციებში, ოლიმპიურ კომიტეტებში, ფეხბურთის ფედერაციებში, რავი, ყველგან რა, მეცნიერებათა აკადემიებში, კიდე აი აღარ მახსენდება რა, ყველა სოფლის მეურნეობაში და განათლების სისტემაში, ნუ ყველგან მოკლედ. შედეგი რა მივიღეთ, იცით? ქვეყანას, აი ამ ქვეყანას ერთი ავტორიტეტი აღარ დარჩა. როგორი ავტორიტეტი, იცი რომ ბიჭო, რაღაცა ჩვენ არ შეიძლება ერმა იცხოვროს ინტელექტუალური ავტორიტეტის გარეშე. უკვე იხდები ბიომასა მაგ შემთხვევაში. აღარა წარმოადგენს შენ როგორც ქართული ცივილიზაციას, რატო იცი? შენ არ აყავს ინტელექტუალები.
ერთი შემოჩენილი ყავს, ლეო ბოკერია მოსკოვში დაფურტუნებს. ერთი ოჯახი უნდა მოვინახულო. ახლა უყურე რა. ეს თაობა წამოვიდა, გახდნენ პოლიტიკოსები, პარლამენტარები და ასე შემდეგ. ამ თაობას ამდენი კი ვერ გათვალეს, ეხლა საიდან საწავედი და სად მინდა მივიყვანო. როცა აქ მეუბნებოდი, ხალხო ამაზე ნუ გწდებათ გული, არიციან მეთქი კაცო. ამათმა ეს მე არ ვამბობ, რომ ამათმა ეს შეგნებულად გააკეთეს. უყურე, ამათ რო ცოდნოდათ, ამათ ნაბიჯებს რა მოყვებოდა ტრადიციული სამყაროდან, დაწუნებული ამ ნაბიჯებს არ გადადგამდნენ. ამათ ეგონათ, რომ მაგათი სამყარო კიდევ ერთხელ იქნებოდა მუდმივი. აი ბრუსელი და ეს რა ქვია, ევროპარლამენტარობა, უვიზო რაღაცა ლიბერალიზაცია, სტრასბურგის სასამართლოები, ჰაგა, ხენავაგა, რავი, რაღაცა სიგიჟე, რო დამთავრდა დარჩნენ აი ესე. ასე აბდალებივით ახლა დგანან და 10 ლარად ხოთ გაყიდინებო. სად ნახეო რო უთხრეს და კომპიუტერში ნახეო კაცო. ამას ამბობს პრემიერ-მინისტრი კაცო, კაი ცხოვრებიდან ხო არ ამბობს ლალი. ჯარიმესოს დითო ბიჭო, კაი ცხოვრებიდან ასდია. კარგათაა ქვეყანაში საქმე და რა ქვია და ამიტომ ზრდია. თავისი გადასახედიდან კარგათაა. არ არის, არც მაგად გადასახედიდან არ არის კარგად საქმე. მაგ ვეღარც მალავე მეთქი, მაგის თქმა მინდა კაცო. რალი მეც რო გავხდი, აი დაუშვეთ, წარმოიდგინე და მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. მინდა რომ განათლების სისტემაში, რა ვიცი, ტრადიციულად გავაზრდებინო. ვიღაცა ხო უნდა იყოს ავტორიტეტი, რომ აი რა ვიცი, ხა მე ერთი მარგომასწავლებელი ყავდა ცხონებული. ასე მეგონა ის არ ჩაჭეროთ ახში დადიოდა. ასე მეგონა რომ რაღაცნა აი ყველაფრის შემძლე იყო ის ქალბატონი რა. ღმერთმა აცხონოს რა. დედაჩემ რომ განბრაზდებოდა ხოლმე, ეხლა მარგომასწავლებელს ვეთქვი და ნახე რა იქნას. ანუ ჩემთვის ავტორიტეტი. არა, ჩვენ დროს სხვანაირად აღვექვა მასწავლებლებს. ლალი, ავტორიტეტი იყო ჩემთვის. ბავშვებისთვის იყო ავტორიტეტი კაცო. რატო იცი ის იმხელა ინტელექტუალი იყო, რომ ის ყველაფრის შემძლე მეგონა. დღეს შეჩემისად ელაპარაკებიან კაცო. რატო იცი უავტორიტეტო ხალხია მეთქი კაცო. აი მეც რო გავხდი მეთქი ისე უბრუნდები. ფიზიკურად მითხარით აი ერთი კვარაცხელია და მისი ბიჭები ყავს აი ეს გუნდი, რო ღმერთის წყალობით რაღაცა პატარა მიაფართხალეს, მოაფართხალეს საქმე გააკეთეს რაღაცა. გამაგებინეთ ლალი, ვინ მოვიყვანოთ? აი განათლების სისტემაში ვინ? ყავთ ავტორიტეტი რომ მოვიყვანოთ? ფიზიკურად ყავთ. მეცნიერებაში მითხარით ავტორიტეტი 34 წელი ხო გავიდა. ყველაფერი ხო შედარებითია. მითხარით 34 წლის განმავლობაში ვინ პასტის კალამი მაინც გამოიგონა, აი დონის რამე გამოიგონა ერთ. მედიცინაში რამე გააკეთეთ ხალხო? ესეთი ხალხი არ ჭირდება. კი არ ჭირდება, აღარ არის, ლალი, წავიდა ის ხალხი აქ მოყავთ, აღარ არის. ვინც დარჩა ის იმ ხალხს არ გავაზრდებინეთ, რომ ის ყოფილიყო მისთვის ავტორიტეტი, ბაია პატარაიას იდეოლოგიას გავაზრდებინეთ, კაცო. მაგაში არიან ისეთი ადამიანები, ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც გაუშვეს სამსახურებიდან, არა, შეხა ბიტაუის მეუნები, კაცო და უსამართლობა. არა, ეს არის უსამართლობა. მე ჭკვიან ადამიანებზე ლალი, ჭკვიანზე კი არ გეუნები, კაცო. ეგ რაც შენ მითხარ, ეგ არის უსამართლოდ მოექცნენ. მაგას არ გეუნებით, კაცო. არა. აი პოზიციაზე ხო პურიმეპურემ უნდა აცხოსო ხო ვამბობთ ხოლმე არა არ არიან ის ადამიანები იმ თითოეულ პოზიციაზე ნებისმიერ პრემიერ-მინისტრი გასაგებია ხო ეფშტეინელიაო იძახო ხო განათლებაში მითხრა ვინ აკავთ არავინ არ ყავს ნორმალური მაგას ლაპარაკობს აბა მეცნიერებაში თუ ყავთ ვინმე ხო და არ ყავს არავინ მაგაზე მაქვს ლაპარაკ მეც მაგას ვამბობ ხელოვნებაში აწყობთ უტვინო ადამიანები ყავდეთ იქ კაი მუსიკა ხო მაინც უწევთ ქართველებმა კაცო სიმღერა ხო მაინც ვიცით? განახოთ ჩვენი შოუ ბიზნესმენები? ერთი ის ქალი გამოვარდა ევროვიზიაზე რომ წავიდა. ყველასთან ვისი ვინა შენი კომედიო და ეს წვერებიანი ქალი რო იყო, რა ქვია იმას? წვერებიანი ქალი. აი რო დარბოდა კონჩიტა. კონჩიტაზე. ეგ არის რომ ჩემი ისაო კაცო. იმიტომაც დედა ეტირა და ძალიან ქართულმა თქვა ხო?
ანუ უყურე ავტორიტეტი დაჟე იქაც არ აყვას მუსიკაში, რომელიც განთქმულები ვიყავით ჩვენი პოლიფონიით და ასე. ქართული ცოკლები გინდათ? რა ვიცი, რაც სუხიშვილებს უყურებ? შეცვალეს ეს. შეცვალეს ტრაქში უყურებ, კაცო ქალებს, ისეთი სექსუალური აკეთე ჩაცმულობა აქვთ. ანუ ვისთვისაც ეს ცეკვა არის ისტორია? ხო, აი ქალის კლდემა მოსილება. ყველაფერი გადააკეთეს. ანუ მაგას ვამბობ, ლალი, აღარ დაგჩათ მეთქი. ისაც აღარ დაგჩას, რომ ისეთი ანუ გამოსავალი არ არ გიხსნი, კაცო, ჯერ გამოსავალი მე გითხარით და მე რავი, მე ჩემი გამოსავალი და დავზღვევა ქვეყნის მეთქი. მე იწება, როცა შენ ქვეყანას აზღვევ და როცა გუზმობ რომ უკვე უსაფრთხოთ ახარ, მე იწებ შენი ტვინი მუშაობას. კი, მე იწებ გამრავლებასაც, მე იბადებიან სტალინები, მუსხელიშვილები, დარასელიები, რა ვიცი, ყველანი მომღერლები და ყველანი, კაცო, მე იბადება. ეხლა არ დაიბადება, აი გამორიცხული თემაა, კაცო. თუ დაიბადება, ის აქედან გაიქცევა. რალი წავა, რატომ? ეხლა მაგასაც უნდა შევეხო. ყველა დგას და ამ ახალგაზრდებს უჩიჩინებენ, არ წახვიდეო, ეს ქვეყანა ვის დარჩებაო. ბიჭო, ისე მეუნებია? თითქოს ვიღაცა ქართველი, რომელიც ახლა მეძაში დავდივართ, აი ხო არის საქართველო, აი ეს არის საქართველო. აჭარიდან ესე ხო არის ეს დედა აფეთქებული, კაცო, აგერ ზღვა, აი საქართველო. აჭარაში ვინმე ჩადით და ნახეთ, აბა თქვა ასე, რომ ეს ჩემი აჭარა. შეიძლება ხახალზეა, ერთი ვინ არის იქ პარაგდროის განახეთ რა. წამოდი რაჭაში. ტყე, ბუნება, რაღაცა. დედის შვილი ხარ და იქიდან ჩინელებს ტყე მოუჭერი. წამოდი ხა თბილისზე და იმაზე აღარ ველაპარაკოთ. კაი, გაჩერდი კაცო და კასპიზე და არაბულ იმაზე აღარ მელაპარაკოთ კაცო. საწყალი ვაჟი ოთარაშვილი ჩემი მეზობელია. სასამართლოს დარბის არაბული სოფლების გაჩერებაზე, კაცო. რატო იწვევთ თავს, კაცო? აღარ გეუბნებით გარდაბანი დმანისი ეს ხატია და ჯანაშია და არბის ხანიკ მივარდება, ეს გამგებელიც. რას ლაპარაკობთ? აკაო ისნოდა ედგა თუ? ეგ რა მითხარიო? ეგ დედა შენ გაგახარებს მეტი რომ მოხვედიო, კაცო. ეგ როგორ გამოგჩაო? არა და სახში ფანჯირის გაკრას ყორო დაიწყო? ეგრევე ზედამხედველობა დაგადგება თავზე, შენაო ფასად აფუჭებო გეტყვის. ხო წავიდა, ხო უთხარო, არა, არ დავადგმევინებო. ერთი კვირის მერე ჩავიდა და ის გამგებელი კი არ შეხვდა. მოადგილე შეხვდა და კაცო, გამგებელვაო, რა გითხარ, რა ჩემი საქმეაო, კაცო. ეგაო, მე რა ვიციო, შენ, აბა მანახე დოკუმენტი რა გითხრაო. ხვდებით რა, დონეს გეუნებით, ტრაგედიის დონეს გეუნებით. ამიტომ როცა შენ ახალგაზრდას ეუნები, გავიდე ბოლოში. როცა შენ ახალგაზრდას ეუნები, რომ არ წახვიდე. მაშინ ჯერის მითხარი, რატომ არ წავიდეს? რამე პერსპექტივა გაქვს ამ ქვეყანაში? სამწუხაროდ. აი, კაი მუსიკოსია. მაგრამ არის ტრადიციული სამყაროსნები. არ უნდა ეგ შენი ის რა ქვია, კონჩიტების ისა რა, კაცო. ვინმე მიასუნინებს ტელევიზიაში? არა. მიზან მიმართულად არის, რომ თუ იმათი მადიდებელი არ ახარ? ხო, ესე იგი, მაშინ ამ კაცმა რა ქნას, ღმერთმა მას ეს ტალანტი მისცა. ესე იგი, უნდა ეძებოს თავის ტალანტის რეალიზაცია იმ ქვეყანაში, სადაც მას დააფასებენ, ხო სწორია. მეცნიერება აიღეთ. ყავს ვაფშე მეცნიერები უკვე? ხო, რა მე მგონი აღარ აყავს. მე არ ვიცი. პოლიტიკოსობა გინდათ, შეიძლება კაცი ნახე პოლიტიკოსია, კაი გამჭრიახია. ყველაზე, ესე იგი, თუ მამა ყავს პარლამენტარი ან პრემიერი, ეგ კი ბატონო. ეგ შთამომავლობით გადადის კაცო. ეგ რა ორი აზრი არ არის კაცო. ეგ მაგაზე ვთანხმდებით. ვინ მიგასუნინებს კაცო? შენ იქ დაიწყო ქართველო ხელიხმართიკა და პატრიარქს 24 საათი ხელზე კოცნო. შენ გოღარ გაგიჟდი კაცო. გამორიცხული თემაა. ვინც მაგები აკეთა კიზის ახლა ციხეში. სფერო მითხარით მეთქი რომ ბავში, აი მე მეთქვის ერთ დეგივეს მეურსო. იმ ბავშვს ამ ქვეყანაში რა უყვარდეს? გამაგებინეთ რა არაბი, პაკისტანელი, ინდოელი, ეპშტეინული ქართველები, სახელმწიფო ქართველები, დანარჩენი საქართველო მითხარით რა უყვარდეს? რა არის მისი აქა? მიწა სად არის? მანახეთ ეს მიწა სად არის მაგისი?
მაშინ რატო არ წავიდეს ის ამიხსენით, კაცო? რამეს ხედავთ პერსპექტივას ხვალინდელი დღის ამ ქვეყანაში? აქ რო არის ხო რა, ვინ უწყობს ხელს? აი, ბიჭო, რატო უნდა დაიღუპოს თავი? პროს ამიხსენით. რო ჩანდეს რამე პერსპექტივა დავშერეთ 10 წელიწადში, 15 წელიწადში, მთავრდებით. დემოგრაფიულად მთავრდებით, კაცო. ბიჭო, ბარემ წავა და ამ კაი რაღაცას დავაგროვებ, რაღაცა. ბიჭო, ერთი ცხოვრება მაქვს, ერთმანეთს დამანიჭა, კაი მე ფიზიკოსი. მე ზუსტად მასე ვარ სხვათა შორის სულ ვიძახოდი რომ არ წავალ არავითარ შემთხვევაში. ქვეყნიდან აქ უნდა ვიყო, აქ რო ვარ, აი რა უნდა გააკეთო? არ გაგაშველება რამე გააკეთო. შენ რო აქ ხარ, ეს ყველაზე დიდი დარტყმას უკეთებ ხელისუფლებას. რაც მეტი წახვალ მიткаი კაცო. უნდა თუ შენ ევროპაში რამე პრობლემა გაქვს დასაქმებასთან, აგერ ხელისუფლება მაგი მოგიგვარა კაცო. ოღონდ შენ წადი, რა კლაპარაკობ? პრობლემა კი არა, შემოთავაზებები მქონდა ისეთი, რომ რა ვიცი, ბევრი წავიდოდა, მაგრამ არა, რატომღაც ვიცახი, რომ აი მე რო აქ ვარ, მაგრამ აქ რო ვარ, აი რა გინდა აქ? ამიტომ ლადი, უყური რატო ვამბობ? ყველაფერი ერთად რო ავკრიფოთ. თქვენ იმ ეტაპამდე რომ მიხვიდეთ, რომ რაღაცა ტერიტორიული მთლიანობაზე ილაპარაკოთ, იცი რამდენი გზა უნდა გაიარო, რამდენი მაწყელმა უნდა გაიაროს. ორი თაობა თუ გეყოფათ, რომ თქვენ მარტო დაიწყოთ ლაპარაკი ტერიტორიულ რაღაცა გამთლიანებაზე. ჯერ თქვენ გადარჩეთ, კაცო. ჯერ სულ ცოტა თვით უტილიზაცია გამორთეთ. ლიკვიდაციაზე ვარ გადასული. პროსტო გამორთეთ. გამრავლებაზე მე იფიქრე, კაცო. ჩემი მონაცემები არ არის, სახელმწიფო მონაცემებია. 7000 ნაკლები ხო დავიბადეთ. სიკვდილოვნებასა. რაც დავიბადეთ, ყველა ეთნიკურად ქართველი იყო? არა. რაც დავიბადეთ, ღმერთმა ყველა ჯანმრთელი დაბადოს ბავში. ძალიან გახშირდა თან ახლა. ხო, ახლა გიგდენ, ყველა ჯანმრთელი ბავში დაიბადა? არა სამწუხაროდ. რაც დაიბადა, სუროგაციით რამდენი გავიდა, ვინმე დათვალა? ბიჭო, ხო გელო ცუდი კაცი ვარ, მე ამ კითხავს რო ვსვავ. შეიძლება ვიღაცას ყურში ცუდად ხდება. სიმართლე მწარეა და ხო, ამიტომ კიდევ ერთხელ ვაწინარებ ხალხს. ეს არის ჩვეულებრივი ცნობილი გიჟი, ხალხო იხალისეთ. ხო, რავი, იხალისეთ, რასაც მივულობ. მაგრამ კითხვები თავთან მარტო რომ დარჩებით, საკუთარ თავთან. აი ამ კითხვებს არ მოგასვენებთ ეს კითხვები. ხამე შეშვილს რო ძინავს, ყველას მეუბნები, შობელს. აი ესე რომ დადგები, არა, მილიონერების შვილებს არ მეუბნები, კაცო. აი უბრალო ქართველების შვილებს მეუბნები. აი ესე რო ძინავს შეშვილს, ეს დახედეზეთ. დედა გენაცვალოს თქვი, კაცო. არ მამა გენაცვალოს. მაგრამ ერთი კითხვა შენ თავს დაუსვი. აი ამ ბავშვს რამე პერსპექტივა აქვს ამ ქვეყანაში? სუკა, ჰა? ეხლა 26 მაისი მოდის. მე რა უნდა? რა იქნება 26 მაისი? ლალი. ხო გითხარი დაიწყო ის აი ეს რომ დაიწყეს გადაანდება ქვია კაც კოჰაბიტაცია. ახლა შემომიგდეს ახალი ვერსია. ეს გვარამიები ხო გამოუშვეს. უყურე რა, მარაზმინახი, გვარამიები და მამაცახლები გამოუშვი და სპეცნაზელები ციხეში შეყარეს. ხო და ესაო ჩვენი ხელწერაო, ვიცი? ვიცი, მე ისათ მახსოვს, სოფელი ის რო იყო. აი, ჩხუბი რო ატყდა კაცს სამეგრელოში. რა სოფელი? არა, ხო რა არასხმაება. კორსლი ის რაღაცა სოფელი, თუიო. ხო, მოკლედ. ახლა აგორეს ხელისუფლებასთან ერთად რა, დაბრატებულები არიან რა და 26 მაისს რევოლუცია. ესე ვდგევა როგორ. არი გამოვარდებიან დებილები კაცო. აი ტიკტოკზე საყავს, მაგრამ თავის სტრიმები ყავთ. ეხლა დაგიგმილი აქვს 26. ხო, აბა, აფ. მართლა? ეხლა თავის ამუშავებენ თავის ტიკტოკიდან დაწყებული იუთუბერებს იმათ, აი ნაცები იკრიბებიან და აი და ისა და ქართველებო და აი ოცნება მიდი მაგრამ დადეკი ნუ გეშინი აგარ. გამოყრიან თავიანთ. ვაიმე, არაფერი კაცო, ეგენი რა უნდა გააკეთო მითხარ. რადი ჩვენც რომ გადავიდეთ გვარამიას ხართ, აი ნახე რა ხსი გიჟო უნდა გითხრა. მე შენ დაშე ბიზნეს რო გადავიდეს მაგათ ხარეს. აი ჰიპოთეტურად წარმოიდგინეთ რომ ბიზნა გადავიდა გვარამიას ხარეს. მაინც არაფერი გამოვიდა. მაინც არაფერი არ გამოვიდა. ეგ რო დამთავრდა კაცო. გამორიცხული არაფერი თუ გამოვიდა ეს თუ დაუშვეს გარედან. ეგა აქ არაფერი არ წყდება კიდევ ერთხელ გეუბნებით.
თმის ოდენ არაფერი არ ხდება აქ საქართველოში. თმის ყველაზე დიდი რაც ხდება, იცი საქართველოში? ლალი გავაგდოთ თუ არა საბავშვო ბაღიდან. აი მაგაზე მაგრები არიან, კაცო. დინარე კალაძე გადაიკიდა, კალაძის ვინანემ და გამოგდი საფსახური. ამის ტიკით ესენი წამსულები ვერ არიან, კაცო. თუ გარეთ ეგ გადაწყდა, გარეთ შეგროდა რომ დავაი დაშლის პროცესი თუ დაიწყო ქვეყნიდან ეს მანქანა ჩართულია აი ხატეზე გეფიცებით რა აი სამილე შვილიშვილს გეუბნები რომ ამ ქვეყნის დაშლა დაქუცმაცების პროცესი დაწყებულია არა მარტო ჩვენი დიდი მეზობლისგან ამას თავის დროზე ვიტყვი რა ეს იმას ნიშნავს რომ აქ საქართველოში საფუძველი ეძლევათ არა ქართულ მოსახლეობას, რომლებიც არიან ჩვენი ძმები და მეგობრები, გამოვიდნენ კონსტიტუციური წყობიდან, როგორც არაკონსტიტუციური ხელისუფლება, მოსული სათავეში. ამას შეიძლება ეს შეგნებულად დადგმული ერთ-ერთი სცენა იყოს, რაზეც ყველაზე ძალიან მეშინია. აი, ყველაზე ძალიან, მაგ ეგ სცენარი ნუ გათამაშება და თუგინა სხვა რამე გათამაშდეს. რატო იცი? მე მართლა დარჩება თელავი, თბილისი და ქუთაისი. უკვე ეს იქნება, რატო იცი? არ არსებობს, რო გეუბნებოდით მე თქვენ რომ ისეთი დიდი ტრილიონებია უკვე ჩაყრილი და ამაზე უკვე პროექტები მუშაობს, რომ ეს გზა უნდა გაიხსნას და ვიღაცა აქ 1700 არა 1.700.000 ვიღაცა ეფშტეინელები არიან შეკუჩებულები და ამას ხელს უშლიან ესე შეხედავენ რატომ უნდა ამათ ტანკი აბა მიდი პამიდორი თურქეთიდან შემოდისო ძვირიო გამოვარდნენ მარნეულიდან ბატონო თითქოს შარჩან სხვანაირად შემოდიოდა მე იტყვიან ახალციხეში და ადიგენში მე ვერსიებს გეუბნებით ძალიან მარტივად ჩვენ გვინდა ავტონომია კულტურული ამიტომ კარგად უკვე დაფიქრდი გინდა თქვენი ნება გაატარეთ გიჟია ეს კაი ფორმულა მაქვს რა მაგათთვის რომ დაიწყნა რომ თავი რომ დაიწყნა რომ გიჟია კაცო ესა გიჟია აი გაატარო და არ არის პრობლემა ამიტომ ჩემო ლალი როცა ქვეყანა არის უპერსპექტივო საერთოდ უპერსპექტივო უფუნქციო ლალი წინა გადაცემაში ხა გამახსენდა და უბრალოდ თქვა შემიძლია წინა გადაცემაში სპეცსამსახური აი პოლიციის ბიჭები რო დაიჭირეს აღარ მინდა უკვე ჩემი პოზიცია ყველა დაჟე მინისტრის მოადგილესაც ველაპარაკე და ჯიგარი ხო ყველა ესე იგი ბიჭებმა მოკითხა და რაღაცა მაგრამ იქ არის ლაპარაკი უკვე რომ ბიჭო მე მაგალითად აღარ გავალო უკვე ეგ ლაპარაკი არის ნუ მოვითხოვებთ თავს მე ვპატაო დაჟე პატრულში მყავს მაკაცები ძალიან ბევრი და არა მარტო თბილისში პატაო ჩემი დედავატე პოსო ფორმას გავიხდიო რა მაგრამ აქ სხვა რამე მინდა ლაპარაკი ერთი პარლამენტარი არ გამოჩნდა კაცი არ აღმოჩნდა ერთი ბიჭო პარლამენტარი რომ გამოვიდეს და თქვა თუნდაც აი ხალხის ჯანი რო არის ეს შექმნილი ხალხის ჯანში ხო ერთი არ გამოვიდა და არ წაუპატეშკა რომ ეგენი რომ დღეს ჯიპებით დარბიან მაგ სპეცნაზელების დამსახურებაა კაცო ერთმა დაჟე არ გამოესარჩულა ბიჭო რა საკეთებთ ხალხო ერთი კაცი არ აღმოჩნდა არ და ვიცნობ ყველაზე ძალიან მე გამიკვირდა იმიტომ რომ მე ვიცნობ დიტო სამხარაძეს ეხლა მიმართავ დიტოს ჩვენ არაერთხელ მომხდარა ესეთი სიტუაციაში ყოფილიყო და ყოველთვის ჩვენი გაგვიტანია კორცხელი კაცო სოფელი კორცხელი ხუბი ეგ ბიჭები მოჭიდავები გაწირეს კაცო დიტო სამხარაძეს და მე რო ვარგვებაში კაცა ეგ ბიჭები მათ ხო არ გონი ესე გადარჩებოდი მე ელისოკილაძე მეთქვა აბულაძის ის არის დაგეგმილი ეხლა გამახსნა კორცხელი ცხობი რო არ მოფთერიყო იქა სოფელი თუ არსებობდა კორცხელი საერთოდ არ ვიცოდი პროსტო ეს რომ გავინახე ესე მოხდა რომ მივედი ოფისში აი ეხლაო გადაწყვეტილება იცი როგორი მიიღეს ეხლაო ორთვიანიო მივცეთო ჩავაწყნაროთო ნახე უყურე ჩავაწყნაროთო და მე იმასიო საპროცესოში გამოვიყვანო ოლიმპიური ჩემპიონები უკვე ოლიმპიადაზე მიდიოდნენ ანუ ტიპებს წარსული აქვს
ესეთი რა, მაგარი ბიჭები. ქვეყნის სიამაყე რა. და დიტომ თქვა, პატონო, მე ამ პარტიიდან მივდივარ. დიტომ მეუთხარ, ან ეხა ჩვენ ეხა ამ ბიჭებს ვშვერით, სხვათა შორის არ მოდი ვთქვა, იყო იქ პარტიის მთავარი, ვინც ერთ-ერთი მთავარი. არა, მაგრამ უბრალოდ თორე თუ მოწყვის რომ თქვი, მე ვიტყვი გვარს. მენათესავება ისე რომ იცოდეს. ხო? იმან ჩემი საქციელი გაამართლა. პირდაპირ აი ეხა მინდო ვეოლები დიტო სამხარადეს რომ არ უნდა დაუკარგოთ. ორადორი კაცი ვიყავით, გაიხსენეთ. მე და დიტო სამხარადი ვინც ამ სპორტსმენებს გვერდში დაუდგა და არ მივეცით საშუალება. გაიგე, იმიტომ რომ იქ იმ წუთში მოვარდნენ. იმ წუთში მოვარდნენ ამერიკის საელჩოდან, აი იქიდან ევროკავშირის საელჩოდან რეკავდნენ და აუ ბოკერია დაარტყიტო ეს რაკენიტო კაცო და იქ ერთი გიჟი რო ვიყავი მე. ხო. ეგ რო გავიგე, მე რომ მივარდი იმ შინაგან საქმეთა სამინისტროში და არის მაგის ვიდეოები. ამიტომ ვეუბნები დიტო სამხარადეს ახლა აქედან. ამი ქუთაისელი კაცია. და ვიცი რომ არ არის ტრადიციული სამყაროს წევრი. მართლა არის, კაცო, ეხლა ვიღაცას მოსწოს, არ მოსწოს, ვიცი მაგ ბიჭუჩნო კარგად და მიტომ ვამბობ რა. დიტო არ გაატარო მეთქი გეუბნები ეგა. ქვეყანა გადაიხდის დიდ ფას მაგის გამო. თქვენ არიცით, რაც არ უნდა იქ თქვენ პოლიციელები აკონტროლოთ, გეუბნებით ძალოვანი, კაცო, ყოფილი ძალოვანი გეუბნებით. შეიძლება კამანდი, აი, მეთაურის წინ თქვა, აი, აბა ეხლა წაველით გავაკეთოთ, მაგრამ ყველას ეკნება ერთი რამე თავში. პრეცედენტი დაშვებული, რომ მე შეიძლება ქვეყნის დაცვისთვის 8 წელი ციხეში ჩავჯდე. და ჩემი ცხოვრება გაფუჭდეს, რომ გავხდე ნასამართლები. ამიტომ ყველა მოერიდება მე ქვეყნის დაცვას. ამიტომ მიმართავ დიტოს სამხარაძეს. თუ რამე გავლენა დარჩა კიდე მაგას იქა. არ გაატარო ბიჭო. მაგას გერჩი უნდა დატო პარტია და გამოხვიდე. გავა, დიდი დრო არ გავა. შემოდგომამდე. და აუცილებლად მეტყვი პატა კიდო კაი შენეგ მითხარ და გავაკეთე ეგ ამბავიო. მეთია გისმენთ და თუ მოისმენთ თუ არ და გააკეთოს კაცო. ხალხის წინააღმდეგ არავის ომი არ მოუგია. კაცობის წინააღმდეგ, ვაჟკაცობის წინააღმდეგ არავის არ მოუგია და მე საზოგადოებასაც მიმართავ. თუ ჩვენ გავატარეთ მაგ სპეცნაზელების დაკავება, მე არ გაგიკვირდეთ, გული არ გეტკინოთ, გულიც არ გაგწყდეთ, რომ მაგ ბიჭებმა როცა უჭირდათ გვერდში არ დაუდგა არავინ, ისა, ხოთელი ისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, მართალ ხო? ამიტომ ეს არის ხო, ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა, აი მინდა იქ ხარკელ ხალხს მიმართო. თუ ჩვენ გავატარეთ ეს სპეცნაზელების ესე გაწირვა, აი ესე ხურდაში მისცა რა, ერევნის მერე ბრიუსლეს მისცა რა. ამით გაამხნევოს, უნდა რომ იქ ტემპერატურა აუწიოს, ფონდი რო შექმნას იქ ეპშტეინელების, რომ ვითომ რევოლუციას აწყობენ და აი ისინი თავის ენებს მოაწყობენ, აგე თუ მაგრები არა ვართ, აი ჩვენი ზეწოლით სპეცნაზელები დავაჭერინეთ, ხალხო გამოდით ქუჩაში, შექმნიან სურათს რაღაც იგიშეს. ვერაფერი ვერ გამოვუვათ, მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ. მერე გულში არავინ არ გაევლოს თუ იმ ბიჭებზე, იმ სპეცნაზელებზე, იმ პოლიციელებზე, რო ადგენენ. არა, პროსტო ბრონეშილეთებს გაიხდიან და იტყვიან. ჩვენ თანა ისე კი არ იტყვიან, რომ იმათ ხარეს გადავდივარ. ჩვენ უარს ვამბობთ ქართველი ხალხის ცემაზე. მერე გული არ დაწნეს კაცო ქართველს ახლა. მერე ქართული ოცნების ესე არა ქართული ოცნების არა, ქართული ოცნება მე ვარ. ქოცების მხარდამჭერები არ გამოვარდით და არა თქვათ მერე კაცო აი გვიღალატესო. თქვენ უღალატეთ მაგ ბიჭებს. თქვენ უღალატეთ მაგ ბიჭებს პირველი. და არც ერთი არ დაუდეკით კიდევ თუ ეს მოხდალალი. ყველაფერი და იმ სპეცნაზელების დედავატირე, აი პირდაპირ ვამბობ რა. იმ პოლიციელების რომ ეს ბიჭები გააწირინო და კიდე გამოვიდნენ და მე ამ თავრობის რაღაცა შეასრულოს. ეს იქნებიან უთავმოყორო ბიჭებიც. და ეს იქნება აი მაგათი აი მაგას თაობები ვეღარ მოიშლიან მაგლაკას რა. დავამთავროთ გადაცემა დაგემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე. არაფერი კარგად არ იქნება. აი
კარგად იყავით. მე ყველაფერი გავაკეთე სამშობლოსთვის. ახლა თქვენი ჯერია ჩემო ქართველებო. ეჰეი მამულიშვილო.